vocea noastră a devenit puternică. 75 წლის წინ ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ომის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის შორს მჭრედელმა ლიდერებმა გამოიჩინეს სიმამაცე აეშენებინათ ერთიანი ევროპა, სადაც ყოფილი მეტოქეები პარტნიორებად იქცნენ. მალევე პოლონეთმა დიქტატურის აწეულების შემდეგ გაჩვენა, რომ თავისუფლება და დემოკრატია შეიძლება ხელახლა დაიბადოს. უკვე დღეს მოლდოვა ისტორიის ამ ნაკვალებს მიჰყვება. თქვენი ქვეყნების მსგავსად ჩვენც კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა, მშვიდობისა და ჩვენი შვილებისთვის ღირსეული მომავლის სურვილი. ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებით ვუყურებდით საფრანგეთს, გერმანიასა თუ პოლონეთს, მათი კულტურის, დემოკრატიული ტრადიციის, გამბედაობისა თუ შეუპოვრობისთვის. რამაც თქვენი კეთილდღეობა განაპირობა. თქვენი აქ ყოფნა ჩვენთვის მკაფიო სიგნალია იმისა თუ როგორ სცემთ პატივს მოლდოვასა და მოლდოველებს. ჩვენ ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით ვიგრძენით და კიდევ უფრო ძლიერად ვგრძნობთ დღეს. ჩვენ ოჯახი ვართ. ოჯახში კი სიხარულსა და სიძნელეებს ერთად ხვდებიან. ამ სოლიდარობისთვის მადლობას გიხდით. Marquant l'entrée de la Moldavie dans l'ère de la souveraineté et de la liberté retrouvée. ჩვენ გვსურს გავუგზავნოთ მოლდოվել ხალხს პატივისცემის, მეგობრობის, სოლიდარობისა და მომავლის რწმენის სიგნალი. ბევრს სურს, რომ აქ დემოკრატია მარიარსებოს. ჩვენ კი მოვედით გითხრათ, რომ მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია, რომ მას იქ თავისი ადგილი აქვს და უკვე არის ამ კონსტრუქციის ნაწილი. თქვენი გამბედაობის, რეფორმებისა და მოდერნიზაციის გზა უნდა გაგრძელდეს. აქედან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის აგრესიული ომი მიმდინარეობს უკრაინაში. ეს იმის შეხსენებაა, რომ მოლდოვას ევროინტეგრაცია არის არჩევანი მშვიდობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ. კრემლის პროპაგანდა გვეუბნება, რომ ევროპას ომის გაგრძელება სურს. ეს ტყუილია. რუსეთისგან განსხვავებით ევროკავშირი არავის ემუქრება და ამასთან პატივს სცემს თითოეული წევრის სუვერენობას. ესაა კავშირი, რომლის წევრობასაც წყვეტენ თავისუფლად, სადაც სუვერენობა დაფასებულია. ესაა კეთილდღეობისა და მშვიდობის გაერთიანება. La Moldavie a parcouru un